საღამომშვიდობისა. ეთერშია გადაცემა ჩვენ. მე თამარ ჩიქოვანი ვარ. როგორი უნდა იყოს ურთიერთობა ჩვენს და სახელმწიფოს შორის? ამ თემაზე ვისაუბრებთ ჩვენს დღევანდელ სტუმართან, ზაზა ფირალიშვილთან ერთად. ზაზ, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩემი სტუმარი ხართ. ალბათ ისედაც ბევრი კითხვა იყო ჩვენ საზოგადოებაში და 26 მაისის გამთენიისას მომხდარი მოვლენების შემდეგ კითხვები კიდევ უფრო გაიზარდა. პირველი რაც მინდა კითხოთ, რამდენად ლოგიკური იყო ის, რაც მოხდა, ანუ იჯდა ეს ლოგიკაში მოვლენების განვითარებაში, ვთქვათ, მიტინგის დარბევა, ძალის დემონსტრირება და ასე შემდეგ. ელოდით, იმიტომ რომ ბევრი ამბობს, თუნდაც ამ მოვლენებიდან 2 დღის შემდეგ, მონაწილეები გარკვეულწილად უმრავლესობა, რომ მათთვის ის რაც მოხდა იყო მოულოდნელი. ხო, მონაწილეები რომ ასე ამბობენ, გასაკვირი არც არის მათ, რომ არ ქონდათ ეს იმედი რწმენა, რომ ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდოდა. რა თქმა უნდა, არც დაიწყებდნენ ამ პროცესს. გარკვეული ენთუზიაზმი, გარკვეული იმედი ქონდათ ამის. მე პირადად ნამდვილად არ მქონდა იმის იმედი, რომ იმის იმედი ან წმენა თუ იმისი რომ მოლოდინი რომ ბევრი ხალხი გამოვიდოდა. ერთით ცუდ ტალღაზე მოექცა ეს ყველაფერი. მოდე გაუცხოდეთ სიტუაციისაგან, პირადი სიმპათიები, ანტიპათიები გადავდოთ და გარედან შევხედოთ. ეს უფრო გავდა 2007-2010 წლების ბოლო ტალღას ერთგვარს, ვიდრე რაღაც ხელახლა დაწყებას ახალი პოლიტიკური პროცესებისას. ანუ უბრალოდ ადამიანის განცდაში შეიძლება შემოსული იყოს სწორედ როგორც აი მინავლებული ტალღების რაღაცა ერთი ნაწილი და არა ის რომ აი დაიწყო ახალი ენერგია შეიძინა მოძრაობამ, საპროტესტო მოძრაობამ და ასე შემდეგ. გარდა ამისა, საზოგადოებრივი განწყობილებებიც ნამდვილად არ იყო ასეთი ექსტრემიზმის სასარგებლო. წვერვალი ამ ექსტრემისტული განწყობილებებისა მოდის სადღაც 2008-2009 წლებზე და შემდეგ ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ შენელდა ადამიანები დისტანცირდნენ პოლიტიკური პროცესებისაგან და გააზრება დაიწყეს. იცით, აი ხელისუფლებამ მიაღწია იმ პაუზას, რაც აუცილებელია ხოლმე, რომ საკუთარი ემოციებისაგან განთავისუფლდე. ანუ რადიკალიზმზე აღარ არის მოთხოვნილება საზოგადოებაში? ახლა აქ ჩვენ უკვე ემპირიულად დავწმუნდით მაგაში, რომ რადიკალიზმზე მოთხოვნა არ არის. რადიკალიზმი რას ნიშნავს? ნიშნავს არა მხოლოდ რადიკალური ქმედებებისაგან მისწრაფებას, არამედ ნიშნავს იმასაც, რომ ადამიანები ძალიან იოლად მიყვებიან ლამის ნებისმიერ ლიდერს, რომელიც გამოჩნდება. ხო, გავიხსენოთ 80-იანი წლების ბოლო. მაშინელი ლიდერები რომ ახსენდება, ხანისხანთ მაყალზე მიდგება, ნუ წარმოიდგინეთ, რომელიმე მათგანი რომ ხელისუფლების სათავეში აღმოჩენილიყო, ხო? რა კატასტროფა იქნებოდა. ესეთი რადიკალიზაცია განწყობილებებისა, ნუ არც მოსაოდნელი იყო და როგორც პროცესმა დაადასტურეს, არც მოხდა ეს. ადამიანები მიუხედავად ეს ამ ფორმულას მე ხშირად ვიმეორებ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მიუხედავად ძალიან სერიოზული საპროტესტო მუხტისა, რაც ჩვენ საზოგადოებაშია, ადამიანები არ მიეცენ რადიკალურ ქმედებათა ცდუნებას. 2007-2010 წელმა მათ აგზნობინა, რომ ხელისუფლების სახით მათ ყავთ განსხვავებული ოპონენტი, განსხვავებული თქვათ იგივე კომუნისტური ხელისუფლებისაგან, განსხვავებული გამსახურდიასაგან, განსხვავებული შევარდნადისაგან. ეხლა მათ საქმე აქვთ ხელისუფლებასთან, რომელიც ნებისმიერ სიტუაციას იყენებს პოლიტიკური თამაშისათვის და ნებისმიერ სიტუაციაში გაუცხოებული რჩება თავისი საზოგადოებისაგან და ამდენად ახერხებს ოპტიმალური გამოსავალი მოძებნოს. და რაც თავარია, თავის ქმედებები მაქსიმალურად ამდენადაც ეს შესაძლებელი არის კონკრეტულ სიტუაციაში, მაქსიმალურად ჩასვას კანონის ფარგლებში. ხელისუფლებამ და რაც თავარია, მას აქვს კიდევ ერთი ძალიან კარგი ხერხი. კარგი პირობითად რა თქმა უნდა, ხერხი ლამის ყოველთვის ახერხებს. ბოლო ხანებში ასაც თვალს ვადევნებ, ლამის ყოველთვის ახერხებს, რომ ოპოზიციური მოძრაობა, ესეთი მკვეთრი რადიკალური ოპოზიციური მოძრაობა კანონის ფარგლებს გარეთ გაიყვანოს. ამაში დღევანდელი ხელისუფლება ორიგინალური არ არის. ამას შევარდნაძის კარგად ახერხებდა. მახსოვს ნებისმიერ საპროტესტო მოძრაობას ისე გააცურებდა ხოლმე კანონის ფარგლებს გარეთ, რომ ის თვითონაც ვერ ხვდებოდა ამას და როგორც კი გადიხარ კანონის ფარგლებს გარეთ, უკვე შენ პოლიტიკური ოპონენტი აღარ ხარ, ხო? შენ უკვე კანონდამოვებული. თუმცა მეორეს მხრივ, იცით, ის შეფასებები, რაც ერთია ვთქვათ ქვეყნის შიგნით რაც კეთდება ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების მხრიდან. ვთქვათ, Human Rights Watch-ის შეფასება იყო, რა ფორმით მოხდა დარღვევა, იყო რომ ეს იყო ძალის გადამეტება. სხვათა შორის 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგაც იყო ასეთი შეფასება, რომ ძალას გადაამეტა
2008 წლის აგვისტოს პერიოდში ომისას ასევე იყო შეფასება, რომ არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული და ეხლა ძალის გადამეტებაზეა საუბარი. ანუ ხელისუფლების ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რომელიც მასვე უქმნის პრობლემას, არის ეს ზედმეტი ძალის გამოყენების სურვილი? თავნა, იცით, ეს სიტუაცია, როდესაც კოკა საიდანაც გინა ყურს იქიდან მოაბავ. იმიტომ რომ 2007 წელს მე არ მახსოვს, რომ პროტესტანტებს შორის ყოფილიყვნენ ხელჯოხიანი და ფარიანი ადამიანები. 2007 წელს მე არ მახსოვს, რომ ყოფილიყო მიტინგებზე მუქარა იმისა, რომ აბა ერთი გაბედონ ჩვენ დარბევა და ნახეთ რასაც ვიზამთ და ამას ვიზამთ და იმას ვიზამთ, ხო? ფაქტი არის, რომ ეხლა აი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული შეცდომა დღევანდელი პროტესტანტებისა იყო ის, რომ მათ მისცეს საბაბი ხელისუფლებას აი ამ ძალადობისა. მისცეს სწორედ აი ხელჯოხებისა და ფარების მეშვეობით. მისცეს სწორედ აი ომისათვის და ბრძოლისათვის მზაობის დემონსტრირებით. შეიძლება ნამდვილად არ აპირებდნენ არაფერს. არ არის გამორიცხული. არა, ყოველ შემთხვევაში რაც ვნახეთ, იქ დაპირისპირების მცდელობაც კი არ ყოფილა, პასუხის გაცემის. რაღაცა ის ფალანგა აგეს რაღაცა ფარებით ერთ მომენტში. ჭავლი როგორც კი წამოვიდა, მაშინვე დაიშალა. მაშინვე დაიშალა, მაგრამ როგორი არის ეს აი თუნდაც იმ ორგანიზაციებისათვის, როდესაც მათ აჩვენებენ კადრებს იმის შესახებ, თუ როგორ ემზადებიან ჯოხებით და ჯოხებით მომზადებული ადამიანები ერთმანეთს როგორ ეჭხუბებიან. ეს კადრები არის, მე არ ვიცი, შეიძლება ფაბრიკაცია, შეიძლება არ არის ფაბრიკაცია. თქვა თუნდაც ფაბრიკაცია იყოს, მაგრამ ისინი უყურებენ აი ამ სცენებს, რაც თამაშდება იქ მიტინგის დროს. ამდენად განწყობა, რომ ხელისუფლება ძალიან არ დატუქსონ, სერიოზული იქნება. ამ სიტუაციაში ჩვენ ხედავთ ამას. ხომ არ გამოიწვია, თქვათ, აი რაღაცა აი თუ ხელი დაგვაკარეს და მე ნახავთ რაც მოხდება, ცდილობამ რომ ეს არაბული რევოლუციების სცენარის განვითარება შესაძლებელი გახდებოდა საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენ რასაც უყურებდით ყოველ შემთხვევაში რაც ხდებოდა ახლო აღმოსავლეთში, იყო რომ აი როგორც კი ძალა გამოიყენა ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, იქ ამას მოყვა აი ის რაც მოყვა. და დასავლეთის შეფასებებიც ხშირად მოყავდათ ხოლმე, რომ აი დასავლეთი გამოფხიზლდა ის ხალხს დაუჭერს მხარს, ხომ არ იყო მცდელობა რომ სცენარი განმეორებულიყო აქაც. თუ ეს მცდელობა იყო, მაშინ უბრალოდ ის ადამიანები, რომლებიც ამას ხელმძღვანელობდნენ, ცუდად იცნობენ საკუთარ საზოგადოებას, მათ ნახეს რაღაცა არაბულ სამყაროში და გულუყულოდ მიიჩნიეს, რომ ის ესეთ ცალსახა ასახვას copy-paste-ით შეიძლება იმისი განმოტანა საქართველოში, იმიტომ რომ იცით, ჯერ არაბულ სამყაროში რაც მოხდა, ის მოხდა სრულიად განსაზღვრულ პოლიტიკურ გარემოში, სრულიად განსაზღვრულ კულტურულ გარემოში, სრულიად განსაზღვრულ რელიგიურ გარემოში, ხო? იქ სხვა ძალები მოქმედებდა, ხა ხშირად ამბობენ ხოლმე, ცოტა გულუყულო ეს არის განცხადება ხშირი ჩვენს მასმედიაში, რომ აი იქ ლიდერები არ ყოლიათ, არ არის მართალი. ვინც იცნობს ისლამურ სამყაროს, იმან ძალიან კარგად იცის, რომ ისლამური სამყარო ცხოვრობს უმას, ანუ ისლამური თემის პრინციპზე. ამ თემს ხელმძღვანელობს და მისი იდეოლოგიური ლიდერი არის და მამის ყოველდღიურობის განსაზღვრელი პირი არის მოლა, რომელთანაც კონტაქტში არის მთელი მისი სამწყსო, ასე ვთქვა და ასე შემდეგ. ანუ არაბულ სამყაროში არსებობდა თუნდაც ახლა ვლაპარაკობ ინტერნეტზე. ეს ვიტა საუბრობ აი კომუნიკაციების იმ ხალხურ ფორმებზე, რომელსაც შეიძლება იმუშავა. ინტერნეტმა იმუშავა, თქო, უფრო განათლებულ და უფრო ასე ვთქვათ, ვესტერნიზებულ ახალგაზრდობაში, მაგრამ ხო იყო დაბალი ფენებიც არა. იქ ამ საკომუნიკაციო სივრცეს ქმნიდა სწორედ ეს მეჩეთების ინფრასტრუქტურა. იქ მომწიფდა ეს მოძრაობები, იქ იყვნენ სპონტანურად გაჩენილი ლიდერები. იქ მუშავდებოდა რაღაცა საერთო სტრატეგია. მეჩეთების ინფრასტრუქტურა ისეთი რამ გახლავთ, სადაც ეს საერთო სტრატეგია, მეჩეთების კი საერთო რელიგიური ინსტიტუციები, რელიგიური ორგანიზაციების ინფრასტრუქტურა, სადაც ასეთი საერთო სტრატეგიები იულად გამომუშავდება ხოლმე. ამის შესახებ არსებობს კვლევებია, ამაში მე ორიგინალური არა ვარ. რა ხდებოდა, თქვათ, იგივე ფაშისტური გერმანიის დროს კათოლიკური ეკლესიების ინფრასტრუქტურაში როგორ შემუშავდა რაღაც საერთო სტრატეგიები და როგორ შეიქმნა სრულიად ორიგინალური და ავტონომიური საკომუნიკაციო სივრცე დამოუკიდებელი ფაშისტური პროპაგანდისაგან. ასე რომ იქ სხვა გარემოება იყო ამ თვალსაზრისით. და იმის ესე ხელოვნურად გამოტანა შეუულებელია, იცით, ახლა შეიძლება იმას მოეჩვენოს, რომ რასაც მე ვსაუბრობ, ახლა მეცნიერება არის, მაგრამ მეცნიერების გარეშე არ არსებობს პოლიტიკა, ხო? მოიდოვეთ მეცნიერების გარეშე პოლიტიკას და ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ. სხვა შორის კიდევ ერთი განმასხვავებელი თვისება, რაც ჩემი აზრით თვალნათელი იყო იგივე არაბულ რევოლუციებსა და
საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს შორის იყო ის, რომ იქ უფრო წამყვანი ძალა იყო ახალგაზრდობა საქართველოს თბილისისგან განსხვავებით, სადაც სულ უფრო და უფრო ნაკლები ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას. არაბულ სამყაროში, რომელიც ისედაც არაბები არიან ახალგაზრდაერები, ანუ პროცენტულად მეტნი არიან ახალგაზრდები, ცვლილებების სურვილი სრულად გასაგებია მათ უნდათ. ჩვენთან ხანში შესული ადამიანები არიან, იყვნენ ყოველ შემთხვევაში ბოლო აქციაზე წამყვანი ძალა, უმრავლესობა. ამ ადამიანებმა საკუთარი ადგილი ვეღარ დაინახეს იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ თვალწინ შეიქმნა და ამას აპროტესტებენ. რატომ გამოდიან ეს ადამიანები? ანუ მიზეზი რა შეიძლება იყოს? მხოლოდ სოციალური პრობლემა, რომ პატარა პენსიაა? ეს არის მარტო მათი პროტესტის ნიშანი? საკუთარი მნიშვნელობის დაკარგვა, საკუთარი ცხოვრების მთელი გავლილი წლების აზრისის დაკარგვა ხელისუფლებამ ყველაფერი იქნა, რომ რაღაც ასაკის შემდეგ ადამიანებს დაეკარგათ საკუთარი არსებობის საზრისიანობის განცდა, ხო? და ეს უფრო ექსისტენციალური კრიზისი ადამიანისათვის, ვიდრე სოციალური და ეკონომიკური. ანუ აღმოჩნდა, რომ შენს მიერ გატარებული ათეული წლები რაღაცა საქმეს ემსახურებოდი, რაღაცა სოციალური ღირსება ჰქონდა და ეს ყველაფერი გადაიყარა წყალში, ხო? უცბად ვიღაცა მოვიდა და თავისი აი ამ როგორ გითხრათ, ხისტი და არც ისე კარგად გათვლილი ეიჯიზმით შენ გაწმუნებს, რომ ხარ ჩასარეცხი ან უკვე ჩარეცხილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს პროტესტი ამ ადამიანებში არის ბუნებრივი და სამართლიანი. ძალიან ძნელია, იცით, შეიძლება ესაუბრო ამ ენაზე შეიძლება ესაუბრო ვიღაცა პარტიული პროპაგანდისტი, რომელიც უკვე ათეული წლების განმავლობაში იყო კომუნისტების დროს პარტიული პროპაგანდისტი, მაგრამ როდესაც ამ ენაზე შენ ესაუბრები პატიოსან ექიმს, პატიოსან მასწავლებელს, პატიოსან ინჟინერს, რომელიც არსებობდნენ. ხო. ყველაფრის მიუხედავად მაინც. კი, არსებობდნენ, შრომობდნენ და თავის შრომით არჩენდნენ ოჯახს და შენ იმას ეუბნები, რომ შენი დრო წასულია და შენ უბრალოდ საჭირო აღარ ახარ ამ სამყაროში. გიტანთ როგორც გარდუბალობას. არა, ვერბალური დამოკიდებულება საერთოდ როგორც ოპოზიციის ისე ხელისუფლების საკუთარი საზოგადოებისადმი ეს ალბათ ცალკე თემა უნდა იყოს, იმიტომ რომ საზოგადოებას ასე არ უნდა ელაპარაკებოდნენ, როგორც პოლიტიკოსები ელაპარაკებიან. სადა მე მაინც მინდა ისო ხელისუფლების ცვლილების და სახის საკითხს მიუბრუნდეთ. 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ იყო ასეთი ვერსია, რომ ხელისუფლება შეიცვალა, რომ ის აღარ არის, ასე ვთქვათ, ძალის გამოყენებაზე თავს შეიკავებდა და მოყავდა თქვათ 2009 წლის მოვლენები, როდესაც ესეთი იყო წერტილოვანი დარტყმები აქციების მონაწილეებზე, მაგრამ 2011 წლის 26 აგვისტოს გამთენიისას დემონსტრირებული იყო ისევ ძალა, რომ მას შეუძლია იყოს ისეთი, როგორც იყო იმ ღამით. ბევრმა ის აღიქვა, როგორც არამხოლოდ ამ მომიტინგეების ცემის ფაქტი, არამედ ხელისუფლებისგან განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დაშინების ფაქტი. იყო ეს დაშინება, ანუ ამიტომ მოხდა ასეთი სისასტიკით ადამიანების ცემა, რასაც უყურებდით ეკრანზე, ხო? ხელება აწეულ ადამიანს 4 სპეცრაზმელი ცემდა იატაკზე თუ მიწაზე გართხმული ადამიანები. ეს მიზანი ის იყო, რომ ჩვენ შეგვეშინოთ ეს. აი ხელისუფლება მიგზნო, რომ პროტესტანტებს არ აქვთ საზოგადოებრივი მხარდაჭერა, რომელიც იმედიც ჰქონდათ მათ და მათი სახით შური იძია ყველა შესაძლო პროტესტზე, ძალიან მარტივი ფორმულა რო იმასთან. და რა თქმა უნდა, ჩვენს გაგვაფრთხილა, რომ აი მსგავსი პროტესტის შემთხვევაში ეს იგივე ბედი ელის ყველას. აქ საშიში მეორე რაღაცა არის, იცით, მე ვფიქრობ და ამას ხშირად ვიმეორებ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ეს საშიშროება სერიოზული არის. რომ ჩვენ შემსწრებელნი გავხდებით ავტორიტარიზმის ტენდენციების გაძლიერებისა. ანუ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ისედაც გაუწონასწორებელი ადამიანი არის და ისედაც ძალიან იულად პოულობს საკუთარ თავში ვარსკვლავს და მითოლოგიურ გმირს, არა, იმ ადამიანმა იწმუნოს, რომ ის შეუმცდარია, ის დაუმარცხებელი არის, რომ ისი ნება გარდუვალია სხვა ადამიანებისათვის და ასე შემდეგ და ჩვენ მივიღოთ დაახლოებით აი ესეთივე ხასიათის ავტორიტარიზმი, როგორი ხასიათის ავტორიტარიზმიც იყო არის ლიბიაში ჯერჯერობით ამ დაუმარცხებია თან თქვა, როგორც იყო კუბაზე და ასე შემდეგ. ანუ იცით, მე ხომ გავრცელებული სიუჟეტია, ხო, სოფლის ისტორიაში მოდის რევოლუციური პათოსით ადამიანი, მოდის იდეალების მეთი ნიღბით და იქცევა ავტორიტარულ მმართველად. ეს მარტივი ფსიქოლოგიური მექანიზმები მუშაობს. სამწუხაროდ ეს არის. იცით რა არის? რევოლუცია რატომ არის ყველა შემთხვევაში საშიში რაღაც? აი რატომ არის, იცით, ეს რევოლუცია ძალიან რევოლუციაზე იოლი წასვლა და იოლი საუბარი რევოლუციურ გზაზე ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლისა და ასე შემდეგ.
ეს არის სიმპტომი იმისა, რომ ადამიანის საზოგადოებაში მრავალად არიან ადამიანები, რომლებიც ერთგულები არიან რაღაც უცნაური პრინციპისა, საზრისის დიქტატურის პრინციპისა. ხვდებით არა რის თქვა მინდა რომ ანუ იოლად შეიძლება ჩვენ აღმოვჩნდეთ რომელიღაცა საზრისის დიქტატურის პირობებში. თქვათ, გამსახურდია ფლობდა თავისუფლების საზრისის მონოპოლიას. შევარდნაძე სახელმწიფოებრივი აღშენებულობის საზრისზე ფლობდა მონოპოლიას. დღეს სააკაშვილი ფლობს მონოპოლიას მოდერნიზაციაზე, ქვეყნის გაყვანაზე რაღაცა. თანამედროვე რელსებზე. აი სამდე არსებობს საზრისის დიქტატურის პრინციპი ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ რევოლუციური სიტუაცია ჩვენთვის გარდუვალი არის. გარდუვალი არის, იმიტომ რომ ყოველთვის გამოჩნდება ალტერნატიული ჯგუფი, რომელიც მიიჩნევს, რომ მას იგი ატარებს ან ალტერნატიულ საზრისს, რომელიც ასეთივე ფორმებით უნდა განახორციელოს, როგორიცაც მოვიდა წინა და ან კიდევ, ну თქვა თვითონ აი ამ საზრისის მატარებელთა წრეში მოხდება განხეთქილება, მაგრამ აი ეს რეჟიმი საზრისთა შორის დიალოგისა რომელიც არსებით არის კიდევაც ის ბანალური და გაცვეთილი სიტყვა, რომელსაც ეწოდება დემოკრატია, ხო? აი ეს რეჟიმი, როდესაც უნდა შეიქმნას დიალოგი განსხვავებულ საზრისებს შორის, განსხვავებულ სახელმწიფოებრივ პროექტებს შორის, განსხვავებულ ნაციონალურ პროექტებს შორის, ეს რეჟიმი არ მყარდება. მყარდება დიქტატურა საზრისისა, მაგრამ არა დიალოგის რეჟიმი. აი ეხლა ჩვენ გვაქვს შანსი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, გვაქვს შანსი, რომ აი ამას მივხვდეთ. ჩვენ როგორმე უნდა მივაღწიოთ სწორედ რომ ჩვენი თვინებიდან ამოვრიცხოთ საზრისის დიქტატურის პრინციპი და შემოვიტანოთ საზრისთა დიალოგის პრინციპი როგორმე. არა იმიტომ რომ ეს დემოკრატიულია და პრესტიჟულია და ასია მიღებული და დასავლეთი ამას მოითხოვს. მეთო ჩემო, დემოკრატია პირველ რიგში არის ჩვენი ინსტრუმენტი როგორმე მოვაწესრიგოთ ჩვენი სასიცოცხლო გარემო. და მეერე ვიღაცის მოსაწონარი ან არა მოსაწონარი რა. ეს არის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, რომელთაც წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვეყოლება მემკვიდრეობითი თუ არა მემკვიდრეობითი ავტორიტარიზმის ქვეყანაში. ყოველთვის გვეყოლება რაღაცა მარგინალური ჯგუფები, რომლებიც ცენტრში აღმოჩნდებიან და მოაწყობენ 2000-იან, 3000-იან მიტინგებს ხალხის სახელით. აი საზრისის დიქტატურის კიდევ ერთი ნიშანი რა გახლავთ, იცით რომ ეს ძალიან იოლად საუბრობენ ხოლმე ხალხის სახელით. ნამდვილად იცი რომ ის არ წარმოადგენს თელ ქართულ მოსახლეობას და თუნდაც ქართული მოსახლეობის კრიტიკულ ნაწილს, მაგრამ იოლად ლასაუბრობს ხალხის სახელით ეს ჭირს ჩვენს ოპოზიციასაც და ჩვენს ხელისუფლებასაც. ჩვენი ხელისუფლება სულ ხალხის სახელით საუბრობს. და ამავე დროს ის ხალხი პროტესტით არის სავსე, ხო? აი ეს რეჟიმია აუცილებელი. ამას როგორ გითხრათ, კონკრეტული ეროვნული პროექტია საჭირო საიმისო, ჩვენ ამ რეჟიმში როგორმე აღმოვჩნდეთ. აქ საუბარი იმაზე, იცით, ეს ჩემი პირადი აზრია, ეხლა არავის თავზე არ ვახებ, მაგრამ პირია უკვე უნდა შეწყდეს საუბარი იმაზე, რომ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა წავიდეს. მიუხედავად იმისა, რომ მე 2008 წელს ომის შემდეგ დარწმუნებული ვიყავი, რომ ის უნდა წასულიყო. დამარცხებული ომის ავტორი უნდა წასულიყო ასპარეზიდან, მაგრამ დღეს ჩვენ გვაქვს ის პოლიტიკური რეალობა, როდესაც მისმა წასვლამ შეიძლება გამოიწვიოს კიდევ უარესი რაღაცა პროცესები ქვეყანაში. აი ამიტომ დღეს მოდით ვისაუბროთ იმაზე, რომ როგორმე ჩამოვაყალიბოთ ის პოლიტიკური ალტერნატივა, ის ალტერნატიული ეროვნული პროექტი, რომელიც დიალოგში შევა სააკაშვილის ეროვნულ პროექტთან. აიძულებს მას რომ დიალოგში რეჟიმში შევიდეს. ამაზე სააკაშვილი შეიძლება გაჯიუტდეს, წინააღმდეგობა გაუწიოს, მაგრამ იძულებული გახდება. აი მაშინ დამყარდება ჩვენთან სწორედ სახელმწიფოებრივი ცხოვრების ის რეჟიმი, რომელიც რაღაცა პროდუქტს მოგცემს სააკაშვილის წასვლასაც. და რაც თავარია საზრისთა შეჯიბრებითობას. საიდანაც რაღაცა შეიძლება იშვას უკვე. აი, ეცეთ აი მართლა თუ ვართ ჩვენ ისტორიის სუბიექტები და თუ საზოგადოება გვქვია და თუ ვართ ადამიანები, რომლებიც რაღაცა რაციოსა და ზნეობის მატარებელი ადამიანები, უხერხულიც არის ესე გამუდმებით ცალიყური მიგდებული ქონდეს დასავლეთისაკენ, აი ისინი რას ამბობენ ჩემს ამ განცხადებაზე, ისინი რას იტყვიან ამაზე და ასე შემდეგ. ყველაფერი უნდა იშვას აქ, ამ გარემოში. თუ ლიბერალიზმი ის უნდა იშვას აქ ამ გარემოში როგორც ჩვენი პრინციპი, ჩვენი იმენიტური პრინციპი და არა როგორც ვიღაცის მიერ მოწონებული და თუნდაც დაფინანსებული რა. თუ დემოკრატია ის უნდა იშვას ჩვენში როგორც ჩვენი პრინციპი. ну სუგეჩქარება იცით რომ აი როგორ მოვითმინოთ 2013 წლამდე. არ მოვითმეთ 2013 წლამდე, მოთმინება მოგვიწევს 2018-მდე. არ მოითმინეს 2009 წელს. ეს რაში გვჭირდება ჩვენ ახლა საზოგადოებრივი მაუწყებელი და CSGO და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ორ კვირაში სააკაშვილი არ იქნება და აღმოჩნდება ორ კვირაში სააკაშვილი არ წავიდა და CSGO-ს დავკარგეთ და საზოგადოებრივი მაუწყებელიც. მოუთმენლობა არ უყურს სახელმწიფოებრივ აღშენებლობას რა. მე ახლა ამას ვლაპარაკობ ოპოზიციონერის პოზიციებიდან.
რეკლამაა ჩვენს ეთერში, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. ჩვენ დავბრუნდით ეთერში, თქვენ უყურებთ გადაცემას ჩვენ, მე თამარ ჩიქოვანი ვარ, ზაზა ფირალიშვილია დღეს ჩემი სტუმარი. მინდა ეს თემა შემოგთავაზოთ სახელმწიფოსა და ადამიანის, მოქალაქის, საზოგადოების ურთიერთობა, იმიტომ რომ მე მრჩება შთაბეჭდილება ყოველ შემთხვევაში, რომ რაღაცა ნაწილი ან კონკრეტული ადამიანები არიან გაუცხოებულები სახელმწიფოსგან და თქვათ მიხეილ სააკაშვილის პერიოდულად ამბობს რომ აი ეს მათი ჩვენი სახელმწიფოა, ეს აღარ არის საბჭოთა კავშირი და ამიტომ თქვათ მე არ დაუშვებ რომ ვიღაცამ ჩაშალოს აღლუმიან, რაღაცა ანტისახელმწიფოებრივად მოიქცეს. გაუცხოება რატომ მოხდა, თუ მეთანხმებით, მე არ ვიცი. იმიტომ რომ ყოველთვის თქვათ ხელისუფლებამ აი მე პარკი გავაკეთე, დავასუფთავე, ეს როგორ ამას ვერ ხედავთ? ხედავენ, მაგრამ გაუცხოება მე მგონი მაინც იგრძნობა, ხო? ჯერთი, რაღაცა შეიძლება დაეთანხმო ადამიანი იმაზრით, რომ გარკვეული ჩვენს გონებაში ხშირად არის ხოლმე იდენტიფიცირებული სახელმწიფო და ხელისუფლება. უბრალო ადამიანი ახდენს იდენტიფიცირებას და თუ იგი უკმაყოფილოა ხელისუფლებით, ამ აგრესიას წარმართავს ხოლმე იულად წარმართავს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. თქვათ უკმაყოფილო იყო სიტყვაზე რომ გამსახურდიათი ან შევარდნაძით ან დღეს სააკაშვილით და შეუძლია თქვას წამოსდეს ესეთი ფრაზა, ეს მოგვიტანა დამოუკიდებლობა. ანუ აი ეს დამოუკიდებლობა როგორც მისი ღირსების საქმე არის ესეთი ფსიქოლოგიური ტიპით საქართველოში. მე ვერ ვიტყვი ისეთი გავრცელებული როგორც სააკაშვილის გონია, მაგრამ ოღონდ შემთხვევაში არის ესეთ რაღაცას ნამდვილად წააწყდები. მეორე მხრივ მე შემიძლია უბრალოდ იგივე ჩვენი პრეზიდენტისთვის არც ისე სასიამოვნო რაღაცა თქვა რომ მოხდა ძალიან საინტერესო პროცესი საქართველოში, მოხდა ადამიანების დისტანცირება არა სახელმწიფოსაგან, აი ეს პროცესი ეხლა მიდის, არამედ ხელისუფლებისაგან. ანუ თუ ადამიანი საკუთარ თავს აღიქონდა როგორც აი მთლიანად ასოცირებულს ხელისუფლებასთან და მასთან ერთგვარი სადომაზოხისტური მიმართება ჰქონდა რა, ეს რა ქვია, ერთ-ერთი განუმეორებელი იყო ხელისუფლება და ანისტერიულად იცავდა, ანისტერიულად ებრძოდა მას. მოხდა ერთგვარი დისტანცირება არა მარტო ხელისუფლებისაგან, არამედ ყველა იმისაგან, ვინც ხელისუფლებაზე აცხადებს პრეტენზიას. და იქ სადაც დისტანცირება, იქ უკვე აზრი ჩდება, ხო? ჩვენ ამ დისტანცირებით საკუთარ თავს აზრის შანსს ვაძლევთ. აზრის საწყარო რა არის? პაუზა, რომელსაც შენაკეთებ და იმ ეგზალტირებული განცდებისაგან და განწყობილებისაგან თავისუფლდები. ანუ ხელისუფლების მიმართ ის ეგზალტირებული დამოკიდებულება, ერთეულებს აქვთ. ადამიანების ძირითადი მასა არის გაუცხოვებული და შესაბამისად მას შანსი აქვს უკეთ დაინახოს, ვინ არის ხელისუფლება, ვინ არის ოპოზიცია და ამავდროულად. ეს ძალზე საშიშია ხელისუფლებისათვის, რომელიც მოსული არის რევოლუციურ ტალღაზე და მიჩვეულია საყოველთაო სიყვარულს, რომელსაც მას ჰქონდა პირველი წლების განმავლობაში. ეს ისე საზოგადოებაში რაღაცა სხვა იბადება. ეს აი ძალიან საინტერესო სიმპტომი არის. და თუ დააკვირდებით, ჩვენმა ხელისუფლებამაც და ოპოზიციის გარკვეულ მონაწილემა, განსაკუთრებით ეს რადიკალურმა ოპოზიციამ მიმართა რეგიონებს. რატო? და თბილისში შეიცვალა სიტუაცია. თბილისში მოვლენ ადამიანები, რომელთაც კომერციის გამოცდილება აქვთ, ანუ თხილები და ფხიზლები არიან მოვლენათა შეფასებაში და ნაკლებად მიეცემენ რაღაც ილუზიებს. თბილისში მოვლენ ის ადამიანები, რომელთაც დასავლური ცხოვრების გამოცდილება აქვთ, შრომითი მიგრანტები იყვნენ თუ სწავლითი მიგრანტები თუ რაღაცა და ჩამოვიდნენ რაღაც ნახეს სხვანაირად როგორ შეიძლება ცხოვრება და რა არის აუცილებელი რომ ვიღაცას გახვე და გახვევით ამას და ეს ცნობილი ქართული დოზინგი რო არის ხო რომ ბიბერია გაბწინდება ან გახვევით ამას და ასე შემდეგ. გასმით თბილისში საკმაოდ სერიოზულად შეიცვალა მენტალიტეტი და მაგრამ ეს როგორც კონცენტრირებული წრეები ისე ვრცელდება დანარჩენ ქართულ რეგიონებზედაც. ანუ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი თავად აღმოჩნდა გაუცხოებული საკუთარი საზოგადოებრივი პროცესებისაგან, იმ პროცესებისაგან, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში ხდება. და ამიტომ მე პრეზიდენტის ჩივილი რომ აი ვიღაცა რაღაცას აშავებს ეს წმინდა ფსიქოლოგია ძალიან კარგად მესმის. მას აღარ აყავს ის კონტინგენტი, რომელსაც ესე იოლად დაატარებდა რუსთაველზე და რომელსაც ესე იოლად მოაწყობინა ეს ჯაჭვი და არა მაშინ თან ხა ესეთ სიტუაცია ხაჭირს აი აღლუმებზე მინდა ვიკითხო. ბოლო წლების განმავლობაში თქვა 2008 წლის 26 მაისი აღლუმი კი ჩატარდა, მაგრამ საპროტესტოდ განწყობილი თბილისელები მაშინ აჭარის წინ შეიკრიბნენ და ამიტომ ძალიან სწრაფად მოამთავრა ხელისუფლება მას თქვა ეს თავისი ნაწილი და მერე ჩამოიარა ამ ადამიანებმა. 2009-ში საერთოდ უარი თქვა, იმიტომ რომ ეს
სტადიონის ამბავი იყო და გამოდიდა და აქცვალეთ რამდენი ვართო. გასაგებია რომ 20 წლის თავი არის მართლაც თარიღი და აი რომ უარი ეთქვა დაუშვათ ხა თეორიულად ვლაპარაკობთ. უარი ეთქვა ხელისუფლებას თქვათ აღლუმის ჩატარებაზე, ხა რაც ჩატარდა ცოტა კომიკური იყო, ჩემი აზრით კიდევ ერთხელ ვამბობ, იმიტომ რომ რაღაც ძალიან შემოსაზღვრული რაოდენობა ადამიანების და არ იყო ის განწყობა და არ იყო ის ამაღლებული გრძნობა, რომ არ იქა რაღაცები კი შეიცვალა, თქო, ხორუმი აღარ იცეკვეს და ვერტმფრენებმა კამფეტები არ დააყარეს თავზე ადამიანებს, რაც ასევე ჩემი აზრით ინფანტილიზმის რაღაცა კამფეტიციდან რატო უნდა ყარო გაუგებარია. მე მგონი ჩვეგონივათ ინფანტილები, იცით? არ არის გამორიცხული. რომ არ ჩატარებულიყო. აი რა მოხდებოდა თქვა და აი 3000 თუ რამდენი ადამიანი იყო ესენი ჩათვლიდან რომ აი სააკაშვილი დავამარცხეთ და ეს იქნებოდა მარცხი ხელისუფლების? ნუ იცით ეს უკვე სააკაშვილმა ელემენტარულად არ გაითვალისწინა და არ გათვალა ის გარემოება რომ აი ამ დარბევის მეორე დღეს იმავე ადგილას აღლუმის მოწყობა და იმ საზეიმო განწყობილების მოწყობა ძალზე ხელოვნურად გამოიყურებოდა და მარაზმი იყო სრული გეთანხმებით ამაში და ეს კიდევ იმის ნიშანია ჩვენ გაუცხოებაზე ვსაუბრობდით ხალხისა ხელისუფლებისაგან თვითონ ხელისუფლებაც გაუცხოებულია ხალხისაგან რომ ადამიანებში მეორე დღეს აუცილებლად იქნებოდა და არის კიდევ ძალზე სერიოზული პროტესტი არა იმის გამო რომ კონკრეტული პოლიტიკოსის კონკრეტული აქცია და მე იქნა დარბეული არამედ ხელისუფლების ძალადობრივი ქცევის გამო ეს არ ნიშნავს სიმპათიებს თქვათ ბუჯანიძისა და მისი პოლიტიკური გუნდის მიმართ ეს ნიშნავს პროტესტს ხელისუფლების მიმართ რომელსაც შეუძლია ესეთ ძალადობაზე წავიდეს ასეთ ინფანტილურ ძალადობაზე წავიდეს გესმით და ამ სიტუაციაში აღლუმის ჯობდა გადაეტანა მე პირადად სააკაშვილის რა თქმა უნდა გადავიტანდი სადმე სხვაგან ჩავატარებდი ამ აღლუმს და ამათ დავტოვებდი ამ 2000 ადამიანს პარლამენტის შენობის წინ იქნებოდნენ 2 კვირა და ბოლოს დარჩებოდნენ 20 კაცი ხო ვიცით რომ ესეც მოხდებოდა რა გესვით მაგრამ სააკაშვილს სჭირდებოდა ესეთი ინფანტილური სურვილი ქონდა რომ აღლუმით შეეტარებინა რუს-პრორუსულ ძალებთან ძლევამოსილი გამარჯვების შემდეგ. აი სხვა შორის ძალიან საინტერესოა თავდაპირველად როცა დაიწყო ეს მიტინგები ტელევიზიასთან რო იყო მაშინ მიხეილ სააკაშვილი უნგრეთში წავიდა ვიზიტით ჩამოსვლისას მან თქვა რომ ეს არის მასკარადი ასეთ შეფასება იყო. ბანუ მერაბიშვილის ესეთი კომენტარი იყო, რომ ჩვენ ამაზე არ გვექნება რეაქცია, იმიტომ რომ არც არაფერი არ ხდება. და მე უცებ ირკვევა, რომ ეს იყო სხვა ქვეყანაში დაწერილი სცენარი, რომ სისხლიანად უნდა განვით. ანუ რა მომენტში ხდება ხოლმე, ანუ მასკარადი და როდის იქცევა რაღაცა სისხლიან სცენარად სხვა ქვეყანაში დაწერილად, მე ვერ ხვდები, ანუ რაღაც ჩვენ ხო ვიცით, რომ ჩვენი ხელისუფლება ხშირად გენიალური შთაგონების პრინციპით აკეთებს რაღაცეებს და როგორც ეს გენიალური შთაგონება ეწვიათ მათ, რომ შეიძლება და გამოყენება აი ესეთი PR ტექნოლოგიებმა შეიმუშავეს აი ესეთი გეგმა, რომ აი 20 წლის თავის წინა დღეებს მიუძღვნით სწორედ რუსული ძალების კიდევ ერთ დამარცხებას, ანუ ესეთი ესე მისტერიალურად გაიმეორებდნენ იმ ისტორიასაც მოხდა 21 წელს, 18 წელს ისმენ და მოვადეთ ეს უკვე სერიოზული, არა მხოლოდ სერიოზული არ არის, ეს კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ეს ნიშნავს ხელისუფლების არაადეკვატურობას საკუთარი საზოგადოების მიმართ. ეს კიდევ უფრო საშიშია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან ავტორიტარიზმი ყალიბდება. იმიტომ რომ ავტორიტარიზმის კიდევ ერთი ნიშანი რომ დავასახელო ყველა სხვაებთან ერთად ეს არის არაადეკვატურობა საკუთარი საზოგადოებისა და საზოგადოებრივი პროცესების მიმართ. როდესაც ხელისუფალმა, რომელსაც ცოტა ხნის წინას თქვათ, მართლაც ჰქონდა საზოგადოების ნდობა, სიყვარული ნდობას არ ვიტყვი, იმიტომ რომ ნდობა არ გაუზომიათ, იყო სიყვარული და გჯერა და აბა ეს თუ არავინ უნდა იყოს და რომელიც მე უცებ თქვათ, თუნდაც აღლუმზე ყველა არ შეუშვიათ მე როგორც ვიცი, ანუ საკუთარი მომხრეებით სად არის და სად არის მოწინააღმდეგე ამის გარკვევაც უკვე როგორც ჩანს უჭირს მისი გზა არის ავტორიტარიზმის ჩამოყალიბება და მარტო დარჩენა? ეტყობ. ჩვენ თუ რაღაც არ უშველეთ ჩვენ თავს, ჩვენ თუ არ შევქმნით ისე ვიმეორებ ალტერნატიული ეროვნული პროექტი, ჩვენ თუ არ შევქმნით ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, რომელიც დააბალანსებს სააკაშვილის ხელისუფლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გველი სრულიად ბანალური ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება საქართველოში. რომელიც შესაძლებელია ავტორიტარული აბსოლუტურად შესაძლებელია თუ სააკაშვილი ყოველთვის მოახერხებს რომ ჩვენი პროტესტის კონცენტრირება მოახდინოს რაღაც რადიკალურ ძალებში და ჩვენი საკუთარი პროცენტი ეს რადიკალური ქმედებათა სარკეში ასახოს და ისე დაგვიბრუნოს ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენთან მივცემთ მას სანქციას რომ მართოს ავტორიტარულად ჩვენ თუ შეგვაშინებს საკუთარი თავი
კიდევ ერთი ესეთი თემა დაპირებები და პირობის დადება, ვთქვათ. მე ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც 21 მაისის ეს აქცია იწყებოდა, რამდენჯერმე იყო გაცხადებული, რომ აი ჩვენ ნამდვილად ხალხს არ გაუშვებთ სახლში, ბოლომდე ვიდგები და საკუთარი დაპირების მძევლად იქცევიან ხოლმე ძალიან ხშირად, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსები. ხათურის ხელისუფლებასაც გულისხმობდა ოპოზიციასაც. კი, გასაგებია, რომ ვთქვათ, საზოგადოების რაღაც ნაწილის მხრიდან იყო ხოლმე ოპოზიციის მიმართ გაკეთებული საყვედური, რომ აი მაშინ რომ არ გაგეშვით სახლში, მაშინ რომ რაღაცა სხვანაირად მოქცეულიყავით, მაშინ სხვანაირად წავიდო და მოვლენები. პოლიტიკოსები რატომ აღმოჩნდებიან ხოლმე საკუთარი დაპირების სვერპლის როლში? უნდა იყოს ეს გათვლილი, ანუ რას ვერ ხვდებიან პოლიტიკოსები. მე კიდევ ერთ ვიხსენებდი ჩვენ სანამ გადაცემა დაიწყებოდა 2009 წლის აი მოვლენებს, როდესაც პოლიტიკოსთა ერთმა ნაწილმა თქვა, რომ აი ჩვენ შიმშილობას ვიწყებ და სანამ რაღაცა არ შეასრულებ, ჩვენ აქედან რა ვდგები და ხვდებოდნენ უკვე ისეთ მდგომარ ფიზიკურად ვამბობდა. ნუ საზოგადოების რაღაც ნაწილი იდგა ირგვლივ და უყურებდნენ ეს პოლიტიკოსები, რომლებიც თითქოს და მათი ლიდერები იყვნენ, როგორ ხვდებოდნენ. არ იყო მოწოდება საზოგადოებიდან, რომ არ გინდათ, ნუ დაიხოცავთ თავს და რაღაცა მოდი სხვანაირად მოვიქცეთ. არის ეს დაპირების მსხვერპლ შეწირვა გრძელდება? ვერ გეტყვით, იცით, გარკვეულწილად ჰეროიზმს ნიშნავს, თუ ადამიანს შეუძლია რომ საკუთარი დაპირების მსხვერპლად იქცეს და საკუთარი პოზიციის მსხვერპლად იქცეს, ნუ გარკვეულწილად ჰეროიზმს ნიშნავს. მე მგონი ამ შემთხვევაში არ ქონია ბოლო მოვლენების დროს ამასთან საქმე. ადამიანები იქცნენ არა საკუთარი დაპირებისა და საკუთარი იმის მსხვერპლად, არამედ იქცნენ საკუთარი ცრუ იმედების მსხვერპლად. იმის იმედად, რომ თუ დარბევა იქნებოდა, ეს გამოიწვევდა მასობრივ დუღილს თბილისში, მაგრამ რაც არ მოხდა. მე მგონი აქ უბრალოდ ფუჭი იმედების ასპარეზი იყო და არა დაპირებისა და ნაკლებად დაპირებისა. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენთან პოლიტიკოსები ძალიან იულად მოექცევიან ხოლმე რაღაცების ფარგლებში, ეს სამწუხარო რეალობაა ჩვენთან. თუმცა საკუთარი საზოგადოებრივი პორტრეტის ფარგლებში მოექცევა ხოლმე, საკუთარი რაღაცა მის შესახებ სხვების წარმოდგენის პორტრეტის დადასტურებას ცდილობს გამოდნები და ასე შემდეგ. რასთავარია ყველაზე შემოწუნებელი რაც არის ხოლმე, ერთი და იგივე პოლიტიკური მეთოდის ტყვეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე. დღევანდელი მთელი პოლიტიკური სპექტრი იმეორებს ან 1999 წლის 9 აპრილს, ან 2003 წლის ნოემბერს. ანუ ყველანი ცდილობენ გაათამაშონ უმრავლესობა, ახლა არიან ესეთებიც, რომლებიც ამას აცდილობენ, მაგრამ უმრავლესობა ცდილობს გაათამაშონ სწორედ აი ეს სიუჟეტების, მითოლოგიური სიუჟეტები. ესეთ რაღაცა ესეთი ერთგვარი ლიტურგიული წრის მნიშვნელობა შეიძინა ამ ყველაბემ, თითქოს ის წმინდა ლიტურგია, რომელიც გათამაშდა 99 წელს, შეიძლება აქ გადმოიტანო copy-paste და აქ და იგივე შედეგები მიიღო. არ და ისტორია იმითი განსხვავდება ნებისმიერ სხვა რაღაცისაგან, რომ ისტორია არის უნიკალური ხტომილებების ასპარეზი, ხო? ის რაღაცები არ მეორდება და თუ მეორდება როგორც ნათქვამია, ხო, არაერთხელ არის ნათქვამი, მეორდება როგორც ფარსი. ჩვენ აი რამდენჯერ ვნახეთ 60 წლის განმავლობაში 99 წლის გამეორების უბადრუკი მცდელობები, აბა გაიხსენეთ. რამდენჯერ ვნახეთ? სადა სიტუაცია დღეს ასეთია. საზოგადოება, რომელიც არის გაბრაზებულს არ ვიტყოდი, მაგრამ უკმაყოფილო. არის, თქვათ, საზოგადოების რაღაცა ნაწილი, რომელიც იძახის უფრო ადრე უნდა ეცემათ, ყველა უნდა დაიჭერონ, ანუ რადიკალური ხელისუფლების მომხრე რადიკალები. არის რაღაცა ნაწილი, რომელიც თulis რომ რაღაცა ნაბიჯ უნდა მოხდეს ცვლილება და ყავს ხელისუფლება, რომელიც კიდევ უფრო ხისტი გახდება. ანუ მესმის რომ პროგნოზის გაკეთება რა შეიძლება მოხდეს ძალიან რთულია, მაგრამ მაინც სიხისტე ამჯერად ისევ ძლიერი მხარე იქნება ხელისუფლების საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ხელისუფლება განაგზობს მაგას, მაგრამ მოხდება ის, რასაც ჩვენ დაუშვებთ, რომ მოხდეს. იცით, ჩვენ ხშირად ესე ვსვავთ ხოლმე კითხვას, რა მოხდება? შეიძლება თუ არა ამისი პროგნოზირება, რა მოხდება? არაფერი არ მოხდება ჩვენს გარეშე, მოხდება ის, რასაც ჩვენ დაუშვებთ. ჩვენ თუ დაუშვებთ და ხელისუფლება უფრო ხისტი გახდეს, ის გახდება უფრო ხისტი. ჩვენ თუ დაუშვებთ, კვლავ კიდევ აი ესე ფუჭად გაიფანტოს ჩვენი საზოგადოებრივი ენერგია და პოზიტიურ შედეგს ვერ მივაღწიოთ, ესეც მოხდება. ყველაფერი ხდება ჩვენს თავებში. იცით, აი ქართულ კაცს რაღაცნაირად უჭირს იმის წარმოდგენა, რომ ყველაფერი მის გულში ხდება და მის თავში ხდება, არაფერი არ ხდება გარეთ. მისი გადაწყვეტილების შედეგია ის სამყარო, რომელშიც იგი ცხოვრობს. როგორ მე უნდა ავიღოთ პასუხისგებლობა იმ სამყაროს გამო, რომელშიც ცხოვრობ და ერთხელ მაინც კარგად დავფიქრდეთ იმაზე, როგორ სამყაროში გვინდა ვიცხოვროთ და იმის და მიხედვით მოვაწყოთ ჩვენი არსებობა.
თავიდანვე რაღაცა ფანტაზიებს იმის შესახებ, რომ ოდესღაც იყო იდეალური საქართველო. არ ყოფილა იდეალური საქართველო დამიჯერეთ, არასოდეს. შანსი კიდე გვაქვს, რომ რაღაცა მეტნაკლებად მოწესრიგებული სამყარო მივიღოთ. ძალიან დიდი მადლობა ზაზა ფირალიშვილი იყო დღეს ჩვენი სტუმარი. თქვენ უყურებდით გადაცემას ჩვენ. მე თამარ ჩიქოვანი ვარ, ზუსტად 1 კვირით გემშვიდობებით.